შემთხვევაში თქვენ კონკრეტულ შემთხვევაში ანუ როდესაც არჩევნებს აკვირდებოდით რა ტიპის დარღვევები იყო ყველაზე მეტად გამოკვეთილი პირველ რიგში მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისათვის ჩვენ თითქმის ყველა სახის დარღვევის შემსწრენი გავხდით და ჩვენ ყურადღებას არ ვამახვილებთ მხოლოდ კენჭისყრის დღეს და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორ მიდიოდა წინა საარჩევნო კამპანია და როგორ მიდიოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება თითქოს ნეიტრალური ადამიანების რომელიც რეალურად წარმოადგენენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს, მათ მხარდაჭერებს და ასევე მათ შორის საჯარო მოხელეებს, რომელთაც ჰქონდათ შესაბამისი ასე ვთქვათ აფილაცია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან. მაგრამ კენჭისყრის დღე და ის შესაძლო პრობლემები, რომელიც წარმოიქმნა უშუალოდ კენჭისყრის დღეს, მინდა გითხრათ, რომ გადაფარა ყველა ეს პრობლემა იმან თუ რამდენად უუნაროდ და რამდენად არაეფექტურად იმუშავა საარჩევნო ადმინისტრაცია. მეოთხედი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმებისა მეოთხედში არ ჯდება ბალანსი, ეგრეთ წოდებული ბალანსი, ანუ უფრო მეტია, ან ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნაკლები, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის დაკარგულია ბიულეტენები, ანუ არ არის იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელმაც მივიდა ხელი მოაწერა როგორც ამომრჩეველმა, ხოლო ბიულეტენების რაოდენობა არის განსხვავებული. დაახლოებით მეოთხედზე უფრო მეტია ესეთი ოქმები, რომელსაც უსმინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებებს ეთერში მაკეთებდა სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებებს და მაგათ მისაღები იყო თქვენთვის მისი არგუმენტები თქვენ ბრალდებოდეთ. კი, აი მაგალითად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეგიძლიათ მათ Facebook-ის გვერდზე, ოფიციალურ გვერდზე შეხვიდეთ და ნახოთ მარნეულის 67 უბანთან დაკავშირებით ისინი რას წერენ. წერენ შემდეგს, რომ თითქოს მათ ჩვენ დამკვირვებელზე გასცეს ბეჭდიანი ქსენო ასლი, ანუ ის იგივე იურიდიული ძალის არის, რაც ჩვეულებრივი დედანის ოქმისა, შემაჯამებელი ოქმის გასცეს და სადღაც 20 წუთში, ანუ დაახლოებით 200 მეტრში ამ ოქმში 300 ამომრჩევლით გაიზარდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. და ამის შესახებ ოფიციალურ Facebook გვერდზე მათ აქვს შესაბამისი ინფორმაცია გამოტანილი, რომ საიდან მოხდა არ ვიცითო, მაგრამ ჩვენ ხო ეს გავასწორეთ. ანუ ჩვენ ეს რო არ გამოგვერკვია, კერძოდ გიორგი მუმლაძეს ეს რო არ მიეგნო, ჩვენ ოქმები რო არ გაგვიარა სათითაო და ასე ვთქვათ თითოეულ მათგანთან მას შორის რიგ შემთხვევაში აქვს ოქმებს შესწორების ოქმები და კიდევ ზევიდან შესწორების ოქმები და მაინც არ ჯდება ბალანსი. აქედან გამომდინარე ის რომ მსგავსი პრობლემები არის და მსგავსად ესე რომ თითქოს ვიღაცამ 300 ხმა ჩაამატა და ეს როგორ მოხდა ამის დადგენა მნიშვნელოვანი არ არის, თავარია ხო გამოსწორდა, უკვე აქ ჩანს რომ სისტემური პრობლემაა. მინდა გითხრათ რომ მე არ ფიქრობ რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად იყო მსგავსი ქმედებების განხორციელებისთვის, იმიტომ რომ ისინი უფრო მეტად მომზადებულები დახვდებოდნენ. ეს განპირობებული იყო იმ ამომრჩევლის აქტივობით, რომელიც დაახლოებით 3 საათამდე იყო. მე მინდა გითხრათ თბილისში, ასევე რეგიონებში, სადაც ჩვენ გქონდა ჩვენი წარმომადგენლობა და ვაკვირდებოდით არჩევნებს, რამოდენიმე წუთიანი ის ასე თქვა და რიგები იდგა, მათ შორის საათიან რიგში იდგა ამომრჩეველი, რათა მისულიყო და თავისი ასე თქვა აქტიური საარჩევნო. თქვენ რა განცდა გეუბნებათ? ეს მაგალითად როდესაც ამბობთ, რომ არაორგანიზებული იყო პროცესი, რომელიც იმართებოდა. ეს არაორგანიზებულობა გამოუცდელობა გამოიყო შექმნილი თუ იყო სპეციალურად შექმნილი, რომ არჩევნებზე მიეღოთ ის სურათი და გაყალბებულიყო უფრო მარტივად? ეს უფრო ვისაც ამის განცდა და სურვილი ჰქონდა იმათ უნდა კითხოთ, მაგრამ აქ არის პრობლემა. თქვენ როგორც დამკვირვებელი ჩვენ ვფიქრობთ ერთ ნაწილს. საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის დონეზე ის იყო მოუმზადებელი და პირდაპირ გეტყვით რიგ შემთხვევაში ისინი არ ასრულებდნენ როგორც ნეიტრალური არბიტრის როლს. ანუ იმ ადამიანების როლს, ვისაც უნდა განესაზღვრა ამომრჩეველთა ნება, დაეთვალა შესაბამისი ბიულეტენები და დაეჯამებინა ის. ამას ისინი განზრახ არ ახორციელებდნენ. მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად იგივე და ალიკაიტყვის ზუგდიდის, მარნეულის, ბოლნისის ასე ვთქვათ ოლქებში, სადაც ოპოზიციურ წევრებს საუბნო საარჩევნო კომისიისა უბრალოდ აგდებდნენ და მათ არ ეძლეოდათ საქმიანობის განხორციელების საშუალება. მათ შორის იყო ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს დამკვირვებლებს არაუფლება მოსილი პირები უბნებზე მიუთითებდნენ თუ სად დამდგარიყვნენ ან როგორ გაიხორციელებინათ თავისი უფლება-მოცილება. ესეთი მსგავსი პრობლემები იყო
და მსგავსი პრობლემები არ ქონდა მარტო საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციას და სადამკვირვებლო მისიებს. ამ მომრჩეველს უწევდათ რამოდენიმე ბარიერის გავლა და მე შემიძლია ბონისის მაგალითზეც გითხრათ ეს თუ როგორი კორიდორის გავლა უწევდა ამ მომრჩეველს დაახლოებით 100 ადამიანით ასე ვთქვათ ირგვლივ საუბნო საარჩევნო კომისიისა რომელიც იყო ესე ვთქვათ შეკრებილები უწევდათ ამ კორიდორის გავლას შემდეგ ნაკადის მომწესრიგებელი ეუბნებოდა თუ ვის სასარგებლოდ აკეთებდა ის არჩევანს და შემდეგ ართმევდნენ პირადობას და მიყავდათ შესაბამის რეგისტრატორთან თითქმის ეს პროცესი მთლიანად ამ მომრჩევლის სახლიდან როცა გამოვიდოდა ამ მომრჩეველი საარჩევნო უბნამდე გამგები პროცესი იყო. მოდით ბატონ ალიკას ვკითხოთ, თქვენ დაახლოებით რამდენი ტიპის დარღვევა, რამდენი საჩივარი დააფიქსირეთ, თქვენ პირადად, ანუ რამდენი დარღვევა დააფიქსირეთ? მოგესალმებით. ანუ როგორც თქვენ გომაღნიშნა, კენჭისყრის დღემდეც სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი და პირველ რიგში ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ნაწილი. ეუთოოდრის რეკომენდაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკური ზეგავლენა უნდა შემცირებულიყო და ამ მიზნით პარტიების მიერ დანიშნული და ეგრეთ წოდებული ნეიტრალური დამკვირვებლები თანაბარი რაოდენობით უნდა ყოფილიყო. საქართველოს ხელისუფლებამ, კონკრეტულად პარლამენტმა ეს ჩანაწერი უზრუნველყო მხოლოდ და მხოლოდ ფორმალისტურად. მე პირადად აღმოაჩინე 94 ეგრეთ წოდებული ნეიტრალური დამკვირვებელი, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით არ უნდა აერჩია საოლქო საარჩევნო კომისიას, იმიტომ რომ ისინი ბოლო საერთო არჩევნებში, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოცნების კომისიის წევრები, მაგრამ ძალიან საინტერესო განმარტება მოვისმინე ამასთან დაკავშირებით საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან, იყო ეგეთი რაღაცა, რომ 2019 წელს ზუგდიდში ჩატარდა მერის რიგგარეშე არჩევნები და ეს იყო მათთვის ბოლო საერთო არჩევნები, მაგრამ ღრმა სამართლებრივ დეტალებში შესვლა საერთოდ არ არის საჭირო. ძალიან მარტივი ლოგიკური კითხვით ჩვენ მივიღებთ დასკვნას, რომ ეს ადამიანები კანონმდებლობას არ ყვებოდნენ. ეს 94 ადამიანი ქუთაისში რო დანიშნულიყო, იქ ნეიტრალური ვერ იქნებოდნენ. მხოლოდ იმის გამო, რომ ზუგდიდში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა და ქუთაისში არ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები. გარდა ამისა, იყო ტრადიციული დარღვევები, რომელიც დამახასიათებელია ბოლო წლების ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის კარუსელი, ეს არის სხვისი პირადობის ხმის მიცემა, ეს არის ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭების რომელი იყო აი კარუსელი. კარუს 5 საათის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით ზუგდიდში ყველა უბანზე მე ხელმძღვანელობდი მობილურ ჯგუფს მათ შორის ძველი ბიჭების მობილიზება ხდება ყველა საარჩევნო უბანზე და ეს ძველი ბიჭები ორგანიზებულად გადაადგილდებიან ნაწილი საარჩევნო უბანთან და იქვე ახდენენ გაზეგავლენას ამომრჩეველს, ნაწილი დადის ავტომანქანებით და მათ სახლებიდან გამოყავთ ადამიანები. მთელი დღის განმავლობაში იყო პრობლემური მე-6 საჯარო სკოლა, რომლის დირექტორი იყო ია კერზაია, ორი საარჩევნო უბანი არის გახდილი ნომერ მე-5 და ნომერ 93 უბანი. იქ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს კომისიის წევრებმა არ დაუშვეს ის, რომ სხვისი პირადობით შესულიყო ადამიანი. შემდეგ მე მივიღე ეს ინფორმაცია, მივედი მედიის წარმომადგენლებთან ერთად და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში საარჩევნო პროცესი ფაქტობრივად ჩაშლილი იყო. გარედან იყო მცდელობა ძველი ბიჭების შემოჭრის პროცესის არევის და საგულისხმოა ის, რომ სანამ ეს ფაქტი დაფიქსირდებოდა, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები იყო, მაგალითად პირადად ჩემზე მსგავს ტიპის მუხარა არ ყოფილა და ზოგადად მათ მუხარი ცოტა განსხვავებული სტილი და მეთოდი აქვს, ისინი იყენებენ თავიანთ ლოკალურ ავტორიტეტს. ამის ალბათ იმ ადამიანებს იყენებენ, ბოდიშს გიხდი ალიკა, ალბათ იმ ადამიანებს იყენებენ, ვისაც ამ ავტორიტეტის ჯერ არ ვიცის წამს. თავისთავად ვიღაცებს ანუ ეგრეთ წოდებული გამუნათებას ჰქონდა ადგილი, ნამუზეაგდებას ჰქონდა ადგილი, ხო იცი ძმაო ჩვენ 9 წლის განმავლობაში რაც უდღეში ვიყავით, ეხლა თავისუფლად სულთქავ და თუ პატივცემ ამ შემთხვევაში მოდი შენ ვიცი რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ხარ და დარჩი სახლში. არჩევნებზე მისვლას კი არა იძულებდნენ, დარჩი სახლში დაიძულებდნენ, რომ არ გენდობი მე შენ და ვიცი რომ შენ უეჭველი ოპოზიციას. ამ ყველაფრის ფონზე რა დარღვევებზეც თქვენ საუბრობთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი დეტალურად აღწერთ ყველა იმ დარღვევას, რომელიც არჩევნებამდე და არჩევნების კონკრეტულად დღეს მიმდინარეობდა. ფიქრობ თუ არა რომ პასუხისგებაში უნდა მიეცეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ გიორგის ტრადიციული. კი, ანუ არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე აქვს საუბარი, ანუ მე გეტყვით კონკრეტულ ციფრებს.
დაახლოებით 3.5% არის ბათილი ბიულეტენების პროპორციული სისტემით. ანუ 65,000-მდე ადამიანის ხმა გააუქმეს პროპორციული. ბუდის კი ხდა, ვუთხათ მაყურებელს, აი, რამდენად მასშტაბური იყო ეს გაყალბება. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ციფრზე, რომ აი მაგალითად ქართული ოცნება ვერ გადალახავდა ზღვას, რაც უმრავლესობა სჭირდება. ანუ ამდენად დიდი გაყალბება შეიძლება. არითმეტიკა არის, თუმცა ეს მარტივი არითმეტიკა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას გაუჭირდა და ციფრები ვერ დასვეს. იქ გვაქვს ჩვენ გონივრული რაღაც დასაბუთებული ვარაუდი, რომ წინასწარ დაიწერა ციფრები და შემდეგ ბალანსი ვერ დასვეს. 65,000 ბათილი ბიულეტენი არის პროპორციული მასშტაბით, ეს არის 3.5% და პლუს უკვე შეჯამებულ ოქმებში მეტობა ნაკლებობა დაახლოებით იგივე არის 3-დან 4%-მდე, ეს არის ყველაზე ცუდი. მე თვითონ ჩვენ საუბრობთ საარჩევნო სისტემაზე, სადაც 1%-საც უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრი პარტიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის 1%. 7% საბოლოო ჯამში შეიძლება ამ არითმეტიკით და გაბათილებული ხმით იქნა მოპარული, რაც დაახლოებით 9 მანდატია. ეს 9 მანდატი უნდა აერთვას ესე რომ თქვა ხელისუფლებას და გადანაწილდეს ოპოზიციის შესაბამისად 18 მანდატით შემცირდება მათ შორის სხვაობა, ეგ ერთი და არის 91,288 ბათილი ბიულეტენი მაჟორიტარულ ოლქებში. მაგალითად, თაწმინდის ოლქში არის 7% გაბათილებული მაჟორიტარული ბიულეტენების. ზუგდიდში იყო საერთოდ შემთხვევა პირველ 39 ამომრჩეველს. პირველ 39 ამომრჩეველს დაურიგეს მხოლოდ მაჟორიტარული ბიულეტენები და არ დაურიგეს პროპორციული ბიულეტენები, რაზეც მე საჩივარი დავწერე და საოლქოს თავმჯდომარემ იმ ადამიანს მხოლოდ შენიშვნა მისცა. აი ამ საჩივრებთან დაკავშირებითაც ბოლო კითხვით მოგვართავ და შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. არც იყო სხვათა შორის ყველაზე გავრცელებული, აქ რეპლიკას გავაკეთებ, ყველაზე გავრცელებული, რაც აი ამ საჩივრებს მოყვა. ხო, ანუ რაღაც ეს შენიშვნა ის ბოდიში რო წამალი იყო საფთიახში გაიყიდებოდა და ახლობით ეგეთი რაღაცა გამოდის შენიშვნა რომ არც ხო შენიშვნებს რო თავიდან უნდა როგორი რეაგირებები არის აი ამ საჩივრებთან დაკავშირებით და გაქვთ თუ არა სასამართლოს იმედი იმასთან დაკავშირებით რომ ეს საჩივრები თქვენს მიერ დაწერილი დაკმაყოფილებელი იქნება. გვაქვს მარნეულის უბნებთან დაკავშირებით გასაჩივრებული და გავაერთიანეთ და ბოლნისის რაიონის სასამართლოში ასე ვთქვათ ხსოვმა სადაც ჩვენ უშუალოდ ანუ როგორც სამართლებრივი დავაგრძელდება აი ქუჩის პროტესტთან ჩვენი მანდატი არის ეს ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის არჩევნები არ არის მხოლოდ კენჭისყრის დღე ჩვენ ვაკვირდებით როგორც წინა საარჩევნო პერიოდს ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდსაც თუ როგორ მიმდინარეობს სამართლებრივი დავება კი ნუ სიების ცოტა სხვა რესურსი ჭირდება და ჩვენ ამ ნაწილს არ გქონდა მაგრამ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს მინდა ხაზი გაუსვა. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისია ძალიან ფორმალურად და ზედაპირულად უდგება საჩივებს. თითქმის არ აკმაყოფილებს არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის საჩივებს, მათ შორის არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციების, რაც არა მარტო ჩვენი და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არის კითხვით ნიშნის ასე ვთქვათ დასმის საფუძველი, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებით. რატომ არ აკმაყოფილებს დირექტივა ესეთი? კი, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზემდგომი ორგანოს, როგორც საოლქოზე, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაზე იყო დირექტივა, რათა ისინი არ ჩასულიყვნენ იურიდიულ განხილვებში. თუ ისინი სამართლებრივ განხილვებში ჩავიდოდნენ, იმდენად თვალსაჩინოა ოქმებში. აი მე 93 უბანს ახსენებენ ხშირად. ეს იყო ერთადერთი საჩივარი, სადაც აი ჩაყვნენ ბოლომდე სამართლებრივად და დაიხსნა და იყო ძალიან დიდი მე დარწმუნებული ვარ, სადაც არ ჯდება ბალანსი და შესწორების აქტი არსებობს, შესწორების ოქმი არსებობს, აი ესეთი არის დაახლოებით მეოთხედი მთელი საარჩევნო უბნების დარწმუნებული ვარ, რომ 95%-ში მათ შორის იქნება პრობლემები და მათ შორის ამომრჩევლის ნება არ იქნება ასახული იმ ოქმებში. ეს არის ჩემი ღრმა რწმენი და ეს არის თუ ესე არ იქნება, მოდი გახსნან ის უბნები, მე ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმ უბნების გახსნას, სადაც არ არის ეგრეთ წოდებული ბალანსი, სადაც გამოყენებული ბიულეტენი და მოსული ამომრჩეველი ერთმანეთისგან რაოდენობრივად განსხვავდება, თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენი მხრივ ბოდიში მოვიხდით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვინდა აუცილებლად, რომ არსებობდეს ყველა სამართლებრივი საფუძველი. ჩვენს ყველა სამართლებრივი ბერკეტს, ყველა სამართლებრივი მექანიზმს გამოვიყენებ და მივყვებით ბოლომდე. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი წავიდა სამოქალაქო პლატფორმა 2020. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის.